მოგესალმებით, ძვირფასო კოლეგებო, დღეს მინდა წარმოგიდგინოთ თბილ მიკროკრედიტის ახალი პროდუქტი ფაქტორინგის სახით. რაც წარმოადგენს რეალურად ფაქტორინგი? ეს არის განმავლობის პირობით პროდუქციის რეალიზაციის მომენტში დაფინანსების მიღება ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც კომპანია ახდენს რეალიზაციას, პროდუქციის რეალიზაციას, ის არ ელოდება მყიდველისგან თანხის ჩარიცხვას. პირდაპირ იღებს პროდუქციის ღირებულების თანხას. შემდგომში ეს დავალიანება იფარება, როდესაც დებიტორი, ანუ მყიდველი იხდის შესაბამისად პროდუქციის საფასურს. რატომ არის აქტუალური დღეს ფაქტორინგული ოპერაციების ჩატარება? პირველი ეს არის თავისთავად შემცირებული მოთხოვნა პროდუქციის რეალიზაციების კლება, პრაქტიკულად გაყიდვები მცირდება და მყიდველების თვითონ დებიტორების გადახდის უნარიანობასთან დაკავშირებული გარკვეულწილად პრობლემები. აქედან გამომდინარე, გამოსავალი არის ზუსტად ფაქტორინგში. რატომ? იმიტომ რომ ძალიან ბევრი კომპანია გადადის ეხლა განმავლობის პირობებზე, ესე ვთქვათ, გაყიდვების ან დაუშვათ კონსიგნაციის პირობებზე, ან საკომისიო, ეს წოდებული საკომისიო შეთანხმების პირობებზე, კომისიის ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით. ყველაზე პოპულარულია ამ შემთხვევაში და მოთხოვნადია გაყიდვები განმავლობის პრინციპით. აი ზუსტად აქ შეგვიძლია გამოვიყენოთ ფაქტორინგი ძალიან ეფექტიანად. აი წარმოიდგინეთ ეს სქემა, როდესაც თქვენი კომპანია აწვდის პროდუქციას, პროდუქციის მყიდველის მისამართით დებიტორისთვის და პირდაპირ მომენტალურად იღებს მიწოდების მოცულობის თანხას. შემდგომში უკვე იფარება ეს თანხა დებიტორის მხრიდან, ანუ მყიდველის მხრიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ. ეს იქნება 2 თუ 3 თვე. ეფექტიანობა კომპანიებისთვის ფაქტორინგის მინდა გაჩვენოთ ახლა, ეს არის საწარმოო და სავაჭრო ციკლის უწყვეტობა, იმიტომ რომ თქვენ პირდაპირ იღებთ თანხას და არ ელოდებით, როდის გადაგიხდით თანხას თქვენი მყიდველი, თქვენი პროდუქციის მყიდველი. შემდეგი, საბრუნავი საშუალებების ნაღდი ფულის დეფიციტის მოსპობა, ანუ რეალურად აღარ არის ეს ვთქვათ, საკასო გარღვევების დეფიციტი, ესე წოდებული, და თქვენ სულ გაგაჩნიათ ნაღდი ფული მიმოქცევაში პროდუქციის შემდგომი შეძენისათვის და გასაწევი ხარჯებისათვის. სავალუტო რისკებისგან დაზღვევა თავისთავად, იმიტომ რომ პირდაპირ იღებთ თანხას და არ ელოდებით რაღაც პერიოდი. საბრუნავი საშუალებების ბრუნვალობის გაზრდა, კლიენტურის რაოდენობის და გაყიდვების გაზრდა. რატომ? იმიტომ რომ ძალიან ბევრი კომპანია თანახმაა, ესე ვთქვათ, შეიძინოს თქვენგან პროდუქტი განმავლობის პირობებით. შესაბამისად იზრდება კლიენტურის რაოდენობა და გაყიდვების მოცულობები. ფაქტორინგის პირობები, დაფინანსების ვადიანობა 60-დან 90 დღემდე, ეს მაქსიმალური ვადა, მოკლევადიანი დაფინანსებაა. დაფინანსების ლიმიტი ერთ დებიტორთან ან მყიდველთან მიმართებაში 100,000 ლარი. თქვენ იხდით მხოლოდ საკომისიოს და სასესხო საპროცენტო განაკვეთს. საკომისიო და სასესხო საპროცენტო განაკვეთი არის საკმაოდ მისაღები ნებისმიერი კომპანიისთვის. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, იმიტომ რომ ეს არის ნამდვილად გამოსავალი კომპანიებისთვის დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც საკმაოდ ჭირს გაყიდვები და რეალურად კომპანიამ შეიძლება, ესე ვთქვათ, შეინარჩუნოს ის რენტაბელობის, ანუ მომგებიანობის დონე და გაყიდვების მოცულობების დონე, რაც ქონდა აქამდე და პირიქით კიდევ გაზარდოს. აქ არის მოცემული ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და ჩვენ ერთად შევარჩევთ
თქვენთვის დაფინანსების საუკეთესო საშუალებას ისეთი პირობებით, რომელიც იქნება ნამდვილად მისაღები თქვენთვის. და დამიჯერეთ, რომ თქვენ მიიღებთ გაცილებით უფრო მეც, ვიდრე საერთოდ გაქვთ მოულოდნი აი ამ დაფინანსების, უნიკალური დაფინანსების ფორმასთან დაკავშირებით. გისურვებთ წარმატებებს და იმედია, რომ ჩვენ ვითანამშრომლებთ.